მოგესალმებით, მე ვარ სალომე და ეს არის Website Factory-ის ვიდეო ტუტორიალი ქართულ ენაზე. Website Factory არის Commit Global-ის მიერ შექმნილი ვებსაიტების მშენებელი, რომელიც უფასოდ მიეწოდება არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საშუალებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ უფასოდ შექმნან საიტები საკუთარი ორგანიზაციებისთვის ან პროექტებისთვის ყველანაირი კოდირების ცოდნის გარეშე. ამ საიტის შექმნას არ სჭირდება არანაირი დეველოპერი და არანაირი კოდირების ცოდნა, ის არის ძალიან მარტივად შესაქმნელი და სამართავი და როგორც უკვე აღნიშნა, მიეწოდება არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფასოდ. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ მრავალენოვანი ვებგვერდი. თუ თქვენ წინა ვიდეოები არ გიყურებიათ, აუცილებლად გირჩევთ, რომ ჯერ წინა ვიდეოებს უყურეთ. ჩვენ წინა ვიდეოებში პირველ რიგში შევქმნით მთავარი ჩონჩხი ჩვენი ვებსაიტის, ანუ დავამატეთ ლოგო, პარტნიორები, ასე შემდეგ და როგორც ხედავთ, ჩვენ უკვე გვაქვს ასევე მენიუ, აი აქვე პარტნიორი გვაქვს დამატებული, ჩვენ გვაქვს საწყისი გვერდი და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ჩვენ აქ უკვე გვაქვს ინგლისური დამატებული როგორც მთავარი ენა, ერთ-ერთი მთავარი ენა, თუმცა არ გვაქვს გადათარგმნილი ჩვენი კონტენტი, არც მენიუ არ გვაქვს გადათარგმნილი ინგლისურად და ამიტომ მოდით დღევანდელი ვიდეო მთლიანად მივუძღვნათ მრავალენოვანი ვებსაიტის შექმნას და თავიდან გავიაროთ ის ყველა მარტივი წესი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ვებსაიტი იყოს ხელმისაწვდომი მრავალ სხვადასხვა ენაზე. დავუბრუნდეთ ძირითად საკითხებს, ეს ყველაფერი ნაწილობრივ გავიარეთ ჩვენ უკვე ჩვენს მეორე ვიდეოში, თუმცა გავიაროთ თავიდან, მოკლედ შევალთ ენაში და ენა არის რეალურად ის, სადაც თქვენ კონფიგურაციას აახდენთ იმ ენების, რომელზეც გინდათ, რომ თქვენი ვებსაიტი იყოს ხელმისაწვდომი. როგორც ხედავთ, აქ ჩვენ ჩართული გვაქვს ქართული და ინგლისური, ამის ჩართვა და გამორთვა ხდება ძალიან მარტივად, აი მაგალითად ვცადოთ რუმინულზე, შევდივართ რედაქტირებაში და ვაჭერთ ჩართულიას, ამას თუ შევინახავთ და გადავალთ ახლა ჩვენ საიტზე, დავარეფრეშოთ და აი როგორც ხედავთ, აქ დაგვემატა რუმინული ენა. რუმინულ ენაზე თუ გადავედით, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ რუმინულად არ გვაქვს არაფერი ნათარგმნი. გადავიდეთ ისე უკან ქართულზე. მოდით ახლა რუმინული გამოვრთოთ და დავტოვოთ მხოლოდ ინგლისური და ქართული. შევიდეთ ისევ ენებში. აი, როგორც ხედავთ, დატოვილი გვაქვს მხოლოდ ინგლისური და ქართული ენები. ნებისმიერი სხვადასხვა ენის დამატება შეგიძლიათ, იქიდან გამომდინარე, რომ კონტენტის თარგმნა დამოკიდებული არის თქვენზე და რეალურად აი ნებისმიერი ენის კონფიგურაცია შეგიძლიათ შემდეგ თუ თქვენ გადათარგმნით კონტენტს ამ ენაზე. კი ბატონო, როგორც ხედავთ, აი აქ ჩვენ ეს დავარეფრეშოთ ისევ, იმიტომ რომ რუმინული გამოვრთეთ. კი ბატონო, დაგვრჩა მხოლოდ აქ ისევ ქართული და ინგლისური და აი მოდით დავიწყოთ ინგლისურად რა არ გვაქვს ნათარგმნი ახლა. ჩვენ არ გვაქვს მენიუ, ნათარგმნი ინგლისურად და ასევე საწყისი გვერდი. დავიწყოთ მენიუთი და შემდეგ გადავთარგმნოთ ასევე მთავარი გვერდი. როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? გადავალთ ისევ საინფორმაციო დაფაში, თუ გვინდა მენიუს გადათარგმნა, შევალთ ჩვეულებრივ მენიუში. და ინახეთ, როგორც ხედავთ, ჩამოვშალოთ ეს ყველაფერი არის ქართულად. აი ეს სიმბოლო აქ გვანიშნებს, რომ ეს ყველაფერი არის ეკუთვნის ქართულ ვერსიას ვებსაიტის. ამას დავაწყაბებთ იქამდე, სანამ არ ვიპოვით ინგლისურს. აი ასე და შემდეგ ჩვეულებრივ ვთარგმნით ინგლისურად. ეს იყო პირველი ჩვენს შესახებ, გადავთარგმნოთ. აი თუ დაგავიწყდეთ მაგალითად აქ რა წერია, ისევ ჩვეულებრივ გადახვალთ ქართულზე. და ნახავთ, აი აქ მაქვს მე გუნდი და აქ მაქვს მისია. კი ბატონო, გადავიყვანოთ ინგლისურზე ისევ. კი ბატონო, აი ყველაფერი გადავთარგმნე უკვე ინგლისურად მე, ახლა შევინახავ. გადავიდეთ ისევ ახლა ჩვენს ვებსაიტზე, დავარეფრეშოთ. და ინახეთ, მე ვარ ახლა ინგლისურ ვერსიაში და ინგლისურად გადაითარგმნა ჩემი მენიუ. ქართულზე თუ გადავალ, აქ მექნება ქართული, ინგლისურზე თუ გადავალ, აქ მექნება ინგლისური. ზუსტად იგივე ხდება აქ ფუთერ მენიუსთან დაკავშირებით. ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია შევცვალოთ. ნახეთ, აი ფუთერ მენიუში აი აქ გადავალთ და ზუსტად იგივენაირად, ეს გავხსნათ ჯერ ყველა.
და ზუსტად იგივენაირად გადავთარგმნით ახლა ამ ყველაფერს ინგლისურად. ვიპოვოთ ჯერ ინგლისური. კი ბატონო, დავიწყოთ. კი ბატონო, აი ეს გადავთარგმნე, როგორც გახსოვთ, მე footer menu-ში მაქვს terms and conditions, წესები და პირობები და უსაფრთხოების პოლიტიკა, privacy policy. და თუ გახსოვთ, ინგლისურად გვაქვს ჩვენ ეს ორი გვერდი და ჩვენ ახლა რადგან ინგლისურის მენიუს ვქნით, მაშინ მივამაგროთ ბარემ ეს ორი გვერდი, რა პრობლემაა? აი აქ უბრალოდ გადავალთ გვერდებზე და ნახეთ ინგლისურად terms and conditions მიგდებს უკვე და privacy policy. კი ბატონო, terms and conditions მივამაგროთ terms and conditions და privacy policies მივამაგროთ გვერდი და privacy policy. კი ბატონო, შევინახოთ ახლა მოდით და ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ აისახა ჩვენს საიტზე. დავარეფრეშოთ. header menu გვაქვს ინგლისურად როგორც გვინდოდა და აინახეთ გადაითარგმნა ასევე footer menu-ც და როგორც გახსოვთ terms and conditions და privacy policy ჩვენ მივამაგრეთ უკვე საიტები, თუ დავაწყაპებ ამას, გადამიყვანს ჩვეულებრივ ინგლისურ გვერდზე, რომელიც შექმნილი იყო თავიდანვე ჩვენ საიტზე, ეს მოყვება თქვენ საიტს, ეს არის რეალურად შაბლონი, რომელიც შეგიძლიათ შემდეგ შეცვალოთ. აი ზუსტად იგივე privacy policy-ზე დავაწვევი, დავაჭერ და ამასაც გადავყავარ უკვე გვერდზე, რომელიც აქამდე იყო შექმნილი. შესანიშნავი გადავთარგმნეთ ფაქტობრივად ჩვენი მენიუ. თუმცა ახლა თუ გადავალთ ჩვენ თავარ გვერდზე, ვხედავთ რომ ეს საწყისი გვერდი მაინც არის ქართულად. ეს მოდი საწყისი გვერდის გადავთარგმნოთ ინგლისურად. გადავიდეთ უკან dashboard-ზე, შევდივართ გვერდებზე და ჩვენ გვინდა ახლა საწყისი გვერდის გადათარგმნა. ჩვეულებრივ შევალთ საწყის გვერდზე და ნახეთ ახლა ჩვენ გვაქვს ეს ყველაფერი ქართულად. ხო? დავაჭერთ ინგლისურს აქვე და დავიწყებთ გადათარგმნას ამ ყველაფრის ინგლისურად. აი როგორც გითხარით უკვე თუ დაგავიწყდათ, იმიტომ რომ ეს აცარიელებს ხო ამ ყველაფერს, თუ დაგავიწყდათ ქართულ ვარიანტში რა ეწერა, დავაჭერთ ისევ ქართულს, გადავალთ უკან და აი ვხედავთ ქართულ ვარიანტში რა ეწერა. შემდეგ გადავიყვანთ ისევ ინგლისურს, ან აქედან, ან უშუალოდ აი აქედან. და ჩავწერთ ინგლისურად გადავთარგმნით ამ ყველაფერს. ბატონო, აქ ჩავაკოპიროთ ჩვენი ტექსტი. აი აქ სურათი, რა თქმა უნდა, დარჩა. თუმცა ის ტექსტი და ტექსტი, რა თქმა უნდა, არ დარჩა. აქაც შევიყვანთ ტექსტს. ნულის ღილაკიც მივუთითეთ, ეს ყველაფერიც გადავთარგმნეთ. ახლა შევინახოთ. ახლა ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ აისახა ჩვენ საიტზე. ახლა მე ვარ ქართულ გვერდზე, დავარეფრეშოთ. გადავიდეთ ინგლისურ გვერდზე. აი ასე. ყველაფერი გადათარგმნილია უკვე ფაქტობრივად, ჩვენი მენიუ გადათარგმნილია, ჩვენი გვერდი გადათარგმნილია, ყველა content block-ი გადათარგმნილია. შესაბამისად, ახლა გვაქვს უკვე მრავალენოვანი ვებსაიტი, რომელიც ხელმისაწვდომი არის მომხმარებლებისთვის, როგორც ქართულ ენაზე, ასე ინგლისურ ენაზე. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოსთვის. შემდეგ ვიდეო ტუტორიალში ჩვენ ვისწავლით უკვე ფორმების შექმნას. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ დღევანდელი ვიდეოს ან წინა ვიდეო ტუტორიალების შესახებ აუცილებლად დამიკავშირდით. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის და ვნახავთ ერთმანეთს მომავალ ვიდეო ტუტორიალზე. ნახვამდის.